ყველას იმედია ჩემი ხმა გესმით ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩემი ხმა კარგად ისმის ну რა თქმა უნდა ეხა მიკროფონი იყიდე და რა საჭიროა ხო და თავარია ვიცით რომ გვაქვს და სახლში გვაქვს რა ვიცით რომ ყველა ვიცით რომ DJ გვაქვს მაგრამ ისვენებს სახლში ეხლა ვარ თბილისის აეროპორტში მეგობრებო ჩემს ვიყიდე მეცინება ჩემ თავზე გეფიცებით რომ თლად მაგდენი რომ ცოდნო და მაგას არ ვიზავდი მაგრამ უკვე ნაკნავი იყო და შემოსული ვიყავი და უკვე გოგონას მოვაპარაკებოდი ბარისტას და უკვე ძალიან სირცხვილი იქნებოდა რომ ანუ არ მიყიდა თორე არ მიყიდრი ყავახი და 19 ლარი გაგუმარჯოს 19 თქვა ხო და ეხლა ვარ თბილისის აეროპორტში როგორც გითხარით და ვიფრინავთ ერევანში 4 დღით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან კარგად გავერთობი ვინ მოგზაურობ ჩემს მეგობრებთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ დიდი ხანია თქვენ იცით რომ მე ერევანში წასვლა მინდოდა ძალიან დიდი ხანია ერთხელ გადაწყვეტილი იყო უკვე რომ მეორე დილას მიდიოდით და უშუაღამისას ალექსანდრას სიცხე მისცა და რა თქმა უნდა მე არსად არ წავიდოდი და გუშინ ძალიან დაღრილი იყო გუშინ ადრე ადგა სკოლაში იქით აქეთ მე მივაკვდო სახლში ირბინა ითამაშეს მთელი ამბები ჩაატარეს და უკვე საღამოსკენ ძალიან მოთენჩილი იყო ესე იწყო და იცახდა რომ მე ძინებ და ვიღალე და მეთქი რა სიძახი შვილო ხვალ ვიფრინო და ოღონდაც ეგ არ ქნა რომ ცუდად გახდება ვაბანავე უხელდა ლოცვები გეფიცებით რომ იმართვა სიცხეს არ მიეცან და მე ისეთი არ მომხდარიყო ეს ქონდა ზეიმი ამთავრა მეორე კლასი წარმატებით მასწავლებლად თქვა ძალიან კარგი გოგოაო ლექს აი აქ ჩავამატებ ქართულად როგორ მოზეწყვება ლექს აი ჩემი კარგი ციგნისა პირველი საამბანო დედა ემის და საცხესი დედასაბით სადახვანო მან მასწავლაც არ გითხრა მამა დარა ბევრი მხარე სამუდამოდ შევიტვისი სამუდამოდ შევიხვალე ხოჩა იცოდეთ რომ ალექსანდრე სწავლობს ქართულს ძალიან ჭკვიანი გოგოა ძალიან უყვარს მათემატიკა გიშდება და სულ მეჭყვება მე ყოველთვის როცა გაკვეთილების გაკეთებას ვიწყებ ქართულით და სულ მეჭყვება რატო ქართულით მოდი და მატიაშა დავიწყოთ დიახ ხოლმე მოკლედ ჩემო კარგებო საიდანაც გადამხდია მივდივართ ერევანში და მინდა რომ თქვენც წაგიყვანოთ და მოვიაროთ იქაურობა ძალიან ლამაზია თავისი ვაიბი აქვს მე ძალიან მიყვარს დიდი ხანია კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მინდოდა ეს რაღაცა სომხური ვაიბი შემეგრძნო და აი ეს რაღაცა სომხური სიმღერები ძალიან მიყვარს ზოგი ხარდაობს ამაზე მაგრამ საღადაო არაფერი არ არის მე ძალიან მომწონს თუ ის არ მოგწონს შეგიძლიათ არ ვიცი თქვენ არ უსმინოთ და თუ ჩემი რამე შეფრთხილად შეგიძლიათ ასკროლოთ და გადასკროლოთ ესეთი ამბები გუგლს ჩემო კარგებო ფრენა ჩვენს ხანგრძლივობა არის 40 წუთი ესე ცოტა ხანი არასოდეს არსად არ მიფრენია და ძალიან მაინტერესებს სამწუხაროდ ილუმინატორთან ვერ მოვხვდი გუშინ წინ ჩემით გავიარე რეგისტრაცია და რაღაცა 11 სინ ხო და მომიშალა ნერვები ძალიან ვიმედოვნებ რომ უკანა გზაზე თან დილის ფრენაა და ძალიან მინდა რომ ვიჯდე ფანჯარასთან დასამატებელი თუ გახდება ცირაზე მიჩვენებდა რომ დაახლოებით 15 ევრო იყო საჭირო ხო ფანჯარასთან თუ გინდა ადგილი და შეიძლება ეგ ამბავიც გავაკეთო კიდევ მეგობრებო არ ვიცი ეხლა ეს გოგონა მიყურებს თუ არა მაგრამ უგრვისი მადლობა მინდა გადავუხადო იმ წამს ისეთი სირცხვილი ვნახე რომ მინდოდა რომ უბრალოდ მიწაგავსკდომოდა და ისიქ ჩავარდნი ვიყავი და რა ვიცი ძალიან შემცხვა
უმკრედა ისეთი მომენტი იყო, აი ამ ტელეფონზე არ მაქვს ყველა ბარათი მიბული და ინტერნეტი არ მქონდა, ყველაზე საშინელება ის არის, რომ ინტერნეტი არ მქონდა და ამ ტელეფონზე მაქვს მიბული TBC და საქართველო და ბიზნეს კარტი ჩემი საქართველოს მიბული არ მაქვს და ანუ ის მუშაობდა ბელორუსული ბარათიც არ მაქვს მიბული და შევედით ნიკორაში და ზუსტად ვიცი რომ ფული მაქვს რა, ანუ ზუსტად ვიცი რომ მაქვს, ოღონდ რამდენი მაქვს არ ვიცი და შევედი მაშინ რა ქვია მაღაზიაში და წინა დღეს მე და ალექსანდრა ვიყავით ჩასულები მოლში და ალექსანდრას მოყიდე რა ზაფხულისთვის ეზოში სარბენი შორტები, მაისურები, რა ვიცი რაღაცები, კიდევ მოყიდე ბალეტკები. ხობა ეს ფული, აი, ასე ვთქვათ, გამეპარა, ასე ვთქვათ, დამეხარჯა და მე მგონია, რომ ვიცი, რომ ფული მაქვს და შევედი ამ ნიკორაში, ვიყიდე რაღაცეები, მე და ალექსანდრა მოვიყიდეთ რაღაცეები, სალონს ვდგავ და გავარ და მგონია, რომ ძნ მივადე ჩემი ტელეფონი, მგონია, რომ ვიხდი, გადავიხადე და აი, გამოსვლა უნდა დავიწყო და ეს ქალი მეუბნება, რომ არ დადასტურდაო რა, თანხა არ გაქვს. აი, მეთქი რას ქვია, თანხა არ მაქვს. რა უქნა, ანუ სკოლაში ვიყავი ჩასულების ბარათები არ დამაქვს არასოდეს. სულ ტელეფონით ვიხდი. რა უქნა, რა გავცირცხლე და მეთქი გავაუქმოთ მეთქი რა და იმ ქალმა ასე ჩაღუნა თავი რა, თან დიდიგია და ჩემ წინათ ძალიან დიდ რიგში ვიდექი და ეს რო ჩაღუნა თავი მეთქი რა იყო, მეთქი ხა სხვას უნდა დაუძახოთ მეთქი რა გავაუქმოთ თქო ეს თქო და ჩემს უკან ერთი გოგო იყო და მაგის უკან კიდევ გოგო იდგა და მე გადავიხდიო ეს გოგო იძახის და ვაიმე რას ლაპარაკობთ არა მეთქი არავითარ შემთხვევაში რა სირცხვილია ღმერთო და თან ალექსანდრასთან რა მინდა შევიჩინო რომ დედას ფული არ აქვს ანუ მაღაზიაში გადასახდები ხვდები მე როგორ შევცხო და წარმომიდგენე ჩემ შულს როგორ შევცხო ხო და ეს გოგო აუ არაო ეგეთი იყო ეს გოგო აუ არ ინერვიულო ნანტო არც იფიქრო მაგაზე შენი გამომწერი ვარ დიდი ხანია გიყურს და რას ლაპარაკობ არც იფიქრო და მე უნდა გადავიხადო ამ გოგონამ ესე გადაგვიხადა მე და ალექსანდრას ფული და უღრმესი მადლობა მინდა ისეთი დაბნეული ვიყავი რომ ან ეგრევე წამოვიდა ის სირცხული და დაბნეულობა რო ერთად გაქვს და ეგრევე წამოვედით რა მე ალექსანდრა და მე უკვე ის კორპუსში რატო წამოვედი რატო არ დაველოდე ის გოგროდის გამოვიდა და კიდევ ერთხელ მომეხადა ფულისა მადლობა და აქედან უღრმეს და უდიდეს მადლობას გიხდი რომ გადაგვიხადე მე და ალექსანდრუშკას ის ფული ძალიან მომენიდა მაგრამ მეც ასე აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდი ზოგადად ინტერნეტს ადრე ვიდეოები ხოლმე ულიმიტოს და ძირითადად ანუ ეს რომ რაღაცას ასე დავდივარ და ძალიან ჭირდება თქო მოგატყობ მაგრამ თუ სადღაც გავდივარ ყოველდღიურ ვყიდულობდა ეს ის მომენტი იყო რომ სახლში ვიყავი არაფერს არ უკეთებდი და ჩემი მაქსიმუმი გასვლა იყო სკოლაში ეგ იყო და ეგ და არ მქონდა ინტერნეტი და იმ ბარათიდან ამ ბარათზე ვერ გადმოვიწყე დავრჩე გაღიმებული და შევცხლები მაგრამ უღრმესი მადლობა მოკლედ ამის თქვამი და დავიწყე 19 ლარიანი ხავა ხელში არ გადამდის კაი კი არის გემბილი არის ეხლა უცბად თავში დავრო დესერტი თქო და აი დესერტი როგორი რაღაცნაირი მომენტია რომ მარტო მიფრინავ და არც არავინ არ გოცი კარგად 40 წუთია ფრენა ეგეც არ იქნება დარწმუნებული არ 9 საათი დიდი 9 საათი მეცით ღვინოებიც ვიყიდეთ ხარბაზი მე უკვე გავიარე პასპორტ კონტროლი ვიყიდე ღვინოები და ეხლა ვტკბები ხედებით ეს არის ჩვენი გეითი და წესით უნდა მოფრინდეს ეხლა ჩვენი თვითფრინავი სომხური ავიახაზები არის Fly-One დავედით მეგობრებო ერევანში ვერც რამდენი ხანი ამ გასასვლელით არ გავსულვარ ადრე არ მომწონა ხოლმე ამ გასასვლელით რომ გავდიოდი ხოლმე რატომ ხთ მომწონა რომ ავტობუსით გადმოვყავდით ხოლმე მაგრამ ეხლა აღარ მომწონს ეგრე ესე მირჩევნია პირდაპირ თითქმის რომ შედიხარ მე ღვინოებით დახუძული რომ მივდივარ თითქმის საერთოდ ორი ადგილი ამიტომ
Джеки Панчарасთან. Бананка ლოცებს. ხალხისთვის. გიჟდები ამომეწე ჭკუა მეკერება. როგორი ლამაზია გარეთ. როგორც იქნა. დადგა ეს დღე. ჩემი დადგომებებით არ აქვს. როგორც მივხვდი, თვითმფრინავი არ იღებ ძალიან მაღალ სიმაღლეს. სადმე შორს რომ ვიფრინავთ ხოლმე და საშუალოდ თვითმფრინავი ჭირდება ყველაზე ცოტა ესეთი 9 საათი 20 წუთი რომ აი ნელ-ნელა რო ეშვება ხო იცით? და აქ დაკვრას მინდა ძალიან ახლოს რა, იმიტომ რომ აგერვე უნდა დაეშვას. ანუ 9 საათი უნდა დაეშვას. ეხლა ვფრინდით და 10 წუთში უნდა დაჭდეს თვითმფრინავი და რა საინტერესოა მართლა 10 წუთში დაჭდება თვითმფრინავი თუ არა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თბილისს რო უკან მოვიდოვეთ თითქოს აი თან ხედავ რა ამ ყველაფერს ეგერ არის თბილისი და აგერ სადღაც მალე ჩვენ ახლოს ვართ და ისეთი შეგრძნება აქვს აი რომ თამაშობ ხოლმე ხო იცი ბავშვები რო თამაშობენ თვითმფრინავს აქედან ეს რო სუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს ახლა რომ აქედან იქით გადააფრინს მიუთი ბავშვები გლობალიზაცია რა ხელაფებია უშველები ძალიან კაი გადაწყვეტილება მივიღე. ანუ ადრე გეუბნებოდით ხო, რომ მეთქი რომში რომ წავალთ, ხო მე ერევანსაც გეგმავთ ხო, იმიტომ რომ რეალურად მართლა ძალიან მინდოდა და ეს უარ გამეკეთები და არ ვიცი რა. მინდოდა, მართლა მინდოდა. ერთ-ერთი ესეთი ვიშლისტი იყო ჩემი და why not? ჩვენი სურვილების ასრულების წელია და არასოდეს არ მივიწყებ იმ 12 სურვილს, რომელიც მე თქვენთან ერთად დავწერე, რა თქმა უნდა თქვენ არ გინახავთ, მაგრამ მე დავწერე და ყოველ დღე ვწოლდი ხოლმე, ხო გახსოვთ? ასე რომ მართლა ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მე და ჩემი შვილი გემოვლინში კარგად ვიყოთ. და რა ვიცი რა სურვილებიც გვაქვს და ჩემთვის ხელმისაწვდომია და მე არასოდეს ეს არ დავისახავ. აი ვიცი რომ სიტყვადად გადაიხო ვიცი რომ მე მალდივების ფული არ მაქვს. ანუ ძალიან მინდა მალდივებზე ვხვდე, აუცილებლად მინდა. მაგრამ ეხლა მე ვიცი რომ ამ წელს მე ამას ვერ ვიზავ. ამიტომ რეალურ ოცნებებს და სურვილებს ვისახავ ყოველ წელს და ვაკეთებ თან მიღებობით. როგორც შემიძლია ღმერთმა ჯანმრთელობა მოგწეს, მაგრამ როგორც შემიძლია მაგის მიხედვით ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამის მერე კიდევ ერთი მოგზაურობა ველოდება. ნუ ეს უკვე ზაფხულის არდადეგები იქნება და ვაპირებთ მე და ალექსანდრა ისევ მამაჩემთან წასვლას. ჯერ წავალთ მოსკოვში ნიკასთან და მერე წავალთ მამაჩემთან სუზდალში. ვიცით რომ აქვს ძალიან დიდი და ლამაზი აგარაკი, ძალიან დიდი ეზოთი, ბაღით, ხერხილით, რა ვიცი აი ყველაფერი აქვს, ხმობილები აქვს ულამაზესი და მან გაგვიძება არის რა ვიცი ამ დღეში გაგვიძება ისეთი ლამაზია ყველა ყველაფერი. ამიტომ რატომაც არა, როცა არის მაგის საშუალება მინდა რომ ჩემს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტები ქონდეს დრო გაატაროს გულმასთან ერთად და პლუს ამას ამას უყურეთ, მაგრამ რა მიყვარს. ყაზბეგშიც თოვლია ეხლა, მისაზეც თოვლი იყო, მე მაგიტო ვერ წავედი. რა სილამაზია უყურეთ, თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არა, შეგრძნება კი არა, მე მგონი ეგრეა, არა, თულად მოსა ვერ იქნება. ანუ თარის და თითქოს ესე ახმართიაო რა, ნახეთ რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს და ქვევით აი ეს თოვლია. რა სილამაზია. თავში მიტრიალებს სულ სომხური სიმღერები. ეხლა ინსტაგრამზე სტორი დავდე და სირულმეთ რაღაცა ეგეთი. ძალიან მეცინება მიყვარს მე სომხური სიმღერები. რა გავაკეთო? იმის გამო რომ ვიღაცა დამცინებს, მე არ მაინტერესებს რომ ვიღაცა დამცინებს. ხადაობენ ხოლმე ზუსტად ვიცი, მაგრამ საღადაო არაფერი არ არის. ყოტაკოტ.
armrest is lowered for recovery and stowed safely. Small devices may continue to be used as long as airplane mode remains enabled. ჩამოვედი მეგობრებო, ვეღოდები მძღოლს. წავალ ახლა სახლში და დავიშვენებ ამაღამ გულიანად და ხვალიდან უკვე შევუდგები საირნობას და ეხლა არჩევნებია და სულ გადაკეტილია გზები და არის მთელი მიტინგები და მთელი ამბები.